ჩვენ სულ საუბრობთ თემაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები, რა აქნა ბიზინა ივანიშვილმა, რას იზამს ბიზინა ივანიშვილი, ქართული ოცნება რამდენად ჯოჯოხეთური პარტია, მართველი ბანდა, ხუნტა თუ სინდიკატია, კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო თუ არა. ცხადია, ყველა თემა, რასაკვირველია, ყველა თემა არსებითად მნიშვნელოვანია. ხანდა ბოლო პერიოდია ჩვენში განვითარებული მოვლენებისა და გამო სულ უფრო იშვიათად ვსაუბრობ მე პერსონალურად და ვწუხვარ ამის გამო სულ უფრო იშვიათად ვსაუბრობ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე არადა რაც მოხდება უკრაინაში როგორც დასრულდება და როცა დასრულდება როგორც დასრულდება ეს კონფლიქტი იმ შედეგზე ბევრი რამ არის დამოკიდებული მე მაინც ვჩები პრინციპში ვჩები იმ აზრზე რომ თუ უკრაინაში გაიმარჯვებს უკრაინა და უკრაინა გაიმარჯვებს ამას ვამტკიცებთ ყველანი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს უკრაინა ჩვენს მოდი მაინც ასე ვიტყვი უფრო გვეშველება იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს მერე უკვე მოუგრეხენ კისერს და რუსეთშიც არსებითი ცვლილებები დაიწყება პროცესები დაიწყება და მაღალზე მაღალი ალბათობით შლეგი ლიდერი პუტინი აღარ იქნება რუსეთის პრეზიდენტი მე არ მინდა ვთქვა რომ რუსეთი მყისიერად გადავა დემოკრატიის რელსებზე მეთქი ანტიიმპერიალისტობას მყისიერად მოიშლის მეთქი მაგრამ რუსეთი იმგვარად დასუსტდება რომ მას ვეღარ ეყოლება სატელიტები გარშემო და უპირველესი სატელიტი ბელარუსთან ერთად არის რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს საქართველო. მაგრამ აკი გითხარით რომ მე სულ უფრო იშვიათად მიწევს ამ თემაზე საუბარი და ვწუხვარ ამის გამო არადა ეს თემა უკრაინისა, უკრაინაში მიმდინარე პროცესები, უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესები, ტომოჰავკები ასე ვიტყვი და არა მხოლოდ ტომოჰავკები, ხო? არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. და კიდე უფრო უკრაინაზე ხო ვლაპარაკობთ უხეშად 10 დღეში ერთხელ, თვეში 3-ჯერ. და კიდე უფრო იშვიათად საუბრობთ იმ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში. და ეს ახლო აღმოსავლეთის პროცესები ჩვენზე ბევრს კი მიაჩნია, რომ ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ გაგიკვირდებათ და ახდენს. აი ირანის ბირთვული პროგრამის, მოდი მაინც ასე ვთქვათ, დასრულება, არა შეჩერება, არამედ დასრულება. ყოველ შემთხვევაში უახლოესი ყველაზე უფრო ოპტიმისტური ირანისთვის ოპტიმისტური პროგნოზებით 5-7-10 წელიწადი ირანი ვერანაირ შემთხვევაში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაუბრუნდება იმ სტადიასაც კი რა სტადიაზეც ის იყო ვიდრე ბიორი სპირიტის მიერ ასე მაგალითად ფორდოს დაბომბვამდე ხო ეს ამბავი ირანს ისე ასუსტებს ისე დაასუსტა და ეს ვერტიკალი აი მოსკოვი თეირანი იმდენად დასუსტდა ეს ვერტიკალური ხაზი ჩრდილოეთის სამხრეთის ხაზი რომ მე მგონია რომ ეს ჩვენზე უაღრესად პოზიტიურად აისახება გარკვეული პერიოდის შემდეგ ცხადია უმნიშვნელოვანესია რომ ჩვენი პრობლემები ჩვენითვე ჩვენ თავად დავძლიოთ ანუ ბიზინა ივანიშვილს როგორღაც ბიზინა ივანიშვილს დავახევინოთ უკან და ბიზინა ივანიშვილი გავისტუმროთ ისტორიისა და პოლიტიკის სანაგვეზე. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო პროცესები განვითარდა ბოლო პერიოდია იცით თქვენ ახლო აღმოსავლეთში და ერთგვარად მოდი მაინც ასე ვიტყვი აი ამ ეტაპისთვის დაგვირგვინდა ან დაგვირგვინების ფაზაში გადავედით და გულისხმობ არა ირანთან ისრაელის კონფლიქტს არა სხვა პრობლემებს ახლო აღმოსავლეთში, არამედ პრობლემათა შორის მთავარ პრობლემას ეს არის ისრაელ-პალესტინის პრობლემა, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის ცხადია ჰამასი და ის მდგომარეობა, რაც შექმნილია და პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც ჩვენში დღემდე ბევრი აკრიტიკებს და არა მხოლოდ ჩვენში, არამედ შეერთებულ შტატებში, ის მაინც არ უნდა დავუკარგოთ, რომ ტრამპმა არსებით ძალისხმევას მიმართა მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ამ კონფლიქტის დარეგულირებაში და ფაქტი, რაც არ უნდა ანტიტრამპისტი იყო, ფაქტი ჯიუტია, რომ ტრამპმა მოდი მაინც ცოტა თავშეკავებულები ვიყოთ ან
ესეთი ვიყოთ, აი დაბალანსებულები. ამ ეტაპისთვის გააკეთა ყველაფერი და ამ ეტაპისთვის პრობლემა როგორც ასეთი აღმოფხვრა. ეხლა როგორ გაგრძელდება ეს 2028 წელს, ან რამდენად იქნება რეციდივი, ხო, რაში გადაიზრდება 2034 წელს, მე და ვერც ვერავი და სამყაროში ვერაფერს იტყვის, მაგრამ ამ ეტაპისთვის 2025 წლის სექტემბრის 12-13-ისთვის, 14-ისთვის, იმიტომ რომ ყველა გრძელდება პროცესი და საერთოდ პროცესი გრძელდება, ამ ეტაპისთვის ეს ყველაფერი რაღაცა მომრგვალებულია, მშვიდობისაკენ წავიდა, მოდი ასე ვიტყვი. უპირველეს ყოვლისა ჩვენ მაინც ვისაუბროთ თემაზე, რა არის ამ კონფლიქტის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის არსი თქვენის ნებართვით. ეს ახალი ამბავი არ არის, აქ უამრავი მოთამაშეა ჩართული წლების და 10 წლეულების განმავლობაში, ბევრს ჩემი თავობიდან და არა მხოლოდ ჩემი თავობიდან ახსოვს მაგალითად იასირ არაფატი, მაგალითად ახსოვს ასეთი პირი არიელ შარონი, ხო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, სხვები და სხვები ძლიერი აქტორები, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ და ვაშინგტონი მოდი ვიყოთ გულახდილნი ხშირად თუ ყოველთვის არა, ცდილობდა კლინტონის დროსაც, ობამას დროსაც, მანამდელ პერიოდშიც ხო ცდილობდა ამ კონფლიქტის დარეგულირებას და არ მინდა ახლა ტრამპი მეტისმენად ვაქო, მაგრამ ბევრს კი არა პრაქტიკულად არავის ეს არ გამოუვიდა. კონფლიქტის არსია ის, რომ ისრაელი რეალურად ითხოვს უსაფრთხოების გარანტიას. ისრაელს უნდა რომ იყოს ამ რეგიონის სახელმწიფო და მეცაც გეტყვით, უნდა რომ იყოს ძლიერი სახელმწიფო, რისი უფლებაც მას აქვს. ისრაელს, რომელიც შექმნილია 1948 დღევანდელი სახით. ისრაელი შექმნილია 1948 წელს, ხოდაშორის მანამდე მიდიოდა ეს დაიწყო 45-47 წლებში ეს კონფლიქტი განახლდა თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ისრაელს უნდა რომ აი ამ ტრულად განწყობილი ძირითადად მუსლიმური ძირითადად კი არა პრაქტიკულად სრულად მუსლიმური სახელმწიფოები არიან მის გარშემო და მათ შორის აღმოქცეულია ის და მათ შორის მოქცეული ის გადარჩეს. არ ამბობდნენ სახელმწიფოები რომ ისრაელის სახელმწიფოს არ აქვს არსებობის უფლებაც კი. როგორ შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, ეს კიდე ცალკე ისტორიაა, რამ და ვინ შექმნა, ხო, რომელმა ქვეყნებმა და რომელმა ლიდერებმა დაიდეს უზარმაზარი წვლილი იმ პროცესში. წელი ვიდეო ბლოგი გამომივა ვატყობ და მინდა რომ ცოტა აი თანამედროვეობასაც, დღევანდელ ამბებსაც მინდა კი არა, აუცილებელიც არის რომ შევეხო და რა არ მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ხო, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, მე-20 საუკუნის აი 40-იან წლებს გულისხმობ, 40-იანი წლების მიწურულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 48 წლის 14 მაისს გამოაცხადა დევიდ ბენ-გურიონმა ისრაელის სახელმწიფოს დაართხელ ახლა და დამოუკიდებლობა, ხო, სახელმწიფოს შექმნა. ეს არის 42 მსოფლიო ომი დამთავრებულია, დიდი ქარტეხილებია მსოფლიოში, გადანაწილება მიდის, აი ამ პერიოდში პლუს მინუს რაღაც 3 პლუს 1-3-5 წელიწადი იქნება ნატო, იქნება ევროკავშირი, იმ მაშინდელი მაასტრიხტამდე არსებული პირველ ყოვლისა საფრანგეთ-გერმანიის კავშირი დაფუძნებული ქვანახშირზე და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მეტწილად და ასე შემდეგ საფრანგეთი განთავისუფლდა, გერმანია განთავისუფლდა, იქ ამბებია დიდი. და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 48 წლის ომია მაგ პერიოდში 700,000 პალესტინელი ამის გამო ბრიტანეთის მიერ მართული მაშინდელი პალესტინის არაბული მოსახლეობის ნახევარი სახლებიდან მირბის. არაბები გადიან ამ ტერიტორიიდან, რომ დაფუძნდა ეს სახელმწიფო. ამ მოვლენას, აი ამ არაბთა გასვლას იმ დასახლებული ტერიტორიებიდან, რომლებზეც ისინი სახლობდნენ ვიდრე ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამდე ჰქვია ნაკბა. ნაკბა, თუმცა ჩვენ მე ვეცდები რომ სხვა ტერმინები, სპეციფიკური სახელწოდებები არ ანიშვილად ვახსენო ხოლმე, იმიტომ რომ კიდე უამრავი სხვა ტერმინი რთული და სამახსოვრებელიც არის, გულახდილად გეტყვით. და 49 წელს დაიდაო ზავი, თუმცა სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა პალესტინასა და ისრაელს შორის და პალესტინელები შეადგენენ იმ პერიოდისთვის დაახლოებით 20-30% ებრაელების იქ შესაბამის არიან 70% ისრაელის მოსახლეობისა და მერე უკვე იწყება განსაკუთრებით 60-იანი წლებიდან იწყება ომები, დაპირისპირებები. ეს არის მაგალითად 67 წელს ომი
და 77 წელს ისრაელმა დაარტყა ეგვიპტეს და სირიას, რომ ვიცოდეთ მაინც, ხო? ეს არის 6 დღიანი ომი, ცნობილია ასე. 73 წელს ეგვიპტემ და სირიამ პირიქით აბაროტი აუღეს, ასე ვიტყვი, ისრაელს და დაარტყეს ისრაელის პოზიციებს, ხო? რასაც ქვია იომ ქიფურის ომი, მე კი ვცდილობ რომ არ შემოვიწერო ტერმინები, მაგრამ მაინც 82 წელს მოხდა კიდე დაპირისპირება ისრაელი შეიჭრება ლიბანში ამ პერიოდში იასირ არაფატი უკვე არის ხო და პალესტინის მებრძოლ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი და 10 კვირის განმავლობაში იმყოფება იასირ არაფატი იმხანად ალყაში და მე უკვე ეს ზავისა მე ფორმდება ხო ევაკუაცია ხდება ზღვით ეგრა მაგის პასუხია და მე რაღაცა ზავი კი არა დროებით შეწყვეტა ხდება იმ კონფლიქტისა 2006 წელს იგივე გამეორდა და ასე შემდეგ მე ამასობაში ერთვება ჰამასი რომელიც იქცა პალესტინის პრობლემადაც პარები ხა ჩვენ დამოუკიდებლად იმისა ვისკენ ვართ და ვინ ყვირის რომ თავისუფლება პალესტინასო და ვინ ყვირის დიდება ისრაელსო ამის მიუხედავად ალბათ მაინც უნდა ვაღიაროთ რომ ჰამასი მეტწილ პოლიტიკური შემადგენელიც აქვს ამ ორგანიზაციას, მაგრამ არის მაინც რაღაც მეტწილად ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ძირი გამოუთხარა პალესტინის განთავისუფლებას, როგორც ასეც. 2005 წელს ისრაელი ტოვებს ღაზის სექტორს. აი იმ ღაზის სექტორს ცნობილს, ხო, ახლა სწორედ ღაზის სექტორის გარშემოც ხდება ეს მოვლენები. ხო, რომელიც თავის მხრივ ისრაელს დაკავებული ჰქონდა, აი 77 წლის ომი რომ გიხსენეთ, 67, აი 60-იანი წლებიდან 67 წლის ომიდან ჰქონდა დაკავებული და მოკლედ ამბებია რა, 2004-ის ამბები, 2006-ის ამბებია, 2012-ის ამბავი, 2014-ის ამბები, 21-ის ამბავი, თუ მე მომდივართ ნელ-ნელა და 7 ოქტომბრამდე უნდა ჩამოვიდეთ, როდესაც მოხდა ის საშინელება, რაც მოხდა ისრაელის წინააღმდეგ და რომელმაც სრულიად ახალი სურათი წარმოაჩინა. აი ესეთი ახალი სურათი წარმოაჩინა მსოფლიოსათვის და ისრაელისათვის და ისრაელმა თქვა რომ ბიბი ნეთანიაჰუმ პირველ რიგში მაინც მასზე უნდა ვისაუბროთ ალბათ რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში აღვადგენთ დავამთავრებთ ჰამასს და ჰეზბოლას და ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში აღვადგენთ კონტროლს მთელ ისრაელზე, მათ შორის ღაზის სექტორზე. ხო, აჯანყებებიც არის ამაშობაში, რაღაც პრობლემებია შიგნით, პალესტინას გულისხმობ და მშვიდობის დამყარების ცდილობები არის, ხო? და ბევრი რამ არის აი ამ პროცესში, რომ ვიცოდეთ მაინც, ხო? არაფატი, ოსლოს ხელშეკრულება არის, რომ არ დამავიწყდეს. და ასე შემდეგ. მოკლედ და არის ეს ეგრეთ წოდებული შურისძიებები პალესტინის მხრიდან ისრაელზე, ვიცოდეთ, მე არის ტრამპის და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ისრაელის დედაქალაქად არა თელ-ავივის, არამედ იერუსალიმის გამოცხადება. მე იქ არის აბრაამის ხელშეკრულება, მე არის იქ არ არის, აი ძალიან საინტერესო პროცესები არის, მეთქი აქ იგითხარით და სამართლიანად გადაწყვეტილების მცდელობები 77 წელს დაწყებული ომისა, გაგრძელებული ომისა. და ბევრი ამ არის, ასე შემდეგ, ბევრი რამ ხდება. ვიდრე 2023 წლის 7 ოქტომბრამდე, როგორც ასეთი. ბაიდენსაც აქვს, აი ბოლო პერიოდს თუ გავიხსენებთ, ხო, ბაიდენსაც აქვს მცდელობები, რომ ეს კონფლიქტი დაარეგულიროს. დასაკვირველია პალესტინას უნდა დღემდე დამოუკიდებლობის მიღება ბარემ ვიტყვი რომ აი ბოლო პერიოდი 2025 წელს ხდება ჩვენ თვალწინ ხდება ეს რომ რამდენიმე ძლიერმა სახელმწიფო მათ შორის ევროპულმა სახელმწიფოებმა სცნეს პალესტინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ეს არ არის პირველი მცდელობა კი არა პირველი ცნობა სხვათა შორის პალესტინის სახელმწიფოსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვაშინგტონიდან მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა ლონდონმაც მათ შორის ამის გამო პარიზმა ამის გამო და ასე შემდეგ ორი სახელმწიფოს შექმნა არ არის ისრაელის ინტერესებში და ეს თან მე რახეთ ისრაელის გასწვრივ ხდება ისრაელი თუ შეიქმნება ხო პალესტინა საბოლოოდ მართლა ჩამოყალიბდება სახელმწიფოდ ეს იქნება ისრაელის გასწვრივ ხო ღაზის სექტორში დასავლეთ სანაპიროზე ხო ამავდროულად პალესტინა ხნახეთ ეს საინტერესო დეტალია პალესტინას კი უნდა სახელმწიფოს შექმნა მაგრამ პალესტინას ვინც იყენებს იმ ჰამას
სულაც არ უნდა ორი სახელმწიფოს შექმნა, ის ამბობს, რომ ისრაელი საერთოდ დღემდე ამბობდა, მაინც ასე უნდა ვთქვათ, რომ ამბობს, რომ უნდა შეიქმნას, უნდა განადგურდეს ისრაელის სახელმწიფო. არის ებრაული დასახლებების საკითხი, არის იერუსალიმის საკითხი, აქ გითხარით, ხო, პალესტინელებს სურთ, რომ აღმოსავლეთი იერუსალიმი, სადაც მდებარეობს ის ხო იერუსალიმი ხო წმინდათა შორის წმინდა ქალაქია, ხო? იქ მდებარეობს მუსლიმების, ებრაელებისა და ქრისტიანების წმინდა ადგილები და მათი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდეს, ოღონდ პალესტინასაც ეს სურს. აი, ისრაელში დედაქალაქი კი გახდა, აქ გითხარით კიდეც, ხო? და 2018 წლიდან იქ იერუსალიმში ფუნქციონირებს შეერთებული შტატების საელჩო, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ხო, არის ტოლვილთა პრობლემები. პალესტინელი ტოლვილთა ახლამდენია იცით. ჩემთვის გასაკვირი იყო ინფორმაცია, რომ განვიახლე 7 მილიონამდე ტოლვილია. პალესტინელი, რომელიც სოფლიოშია განფანტული, ხო? და ძირითადად ესენი არიან მათი დიდი ნაწილი, სხვადასხვა სულაც არ ფიქრობს, რომ დაბრუნდეს ისრაელ-პალესტინის ტერიტორიაზე. მაგრამ ძირითადად ესენი არიან იმ ადამიანების, მოქალაქეების შთამომავლები, ვინც შორეულ 48-ებში 48 წელს, 59 წელს დატოვა ეს ტერიტორია. კიდევ რისი თქმა შეიძლება, ბევრი რასაკვირველია. ჰამასი რას თამაშობს, ხო? ჰამასი ცუდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში. ჰამასი არის თვითონ აბრევიატურა, გულახდილად გეტყვით. თუ აღვიდგინე, ეს არის ესე იგი დაჯგუფ ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა, ვერ აღვიდგენ უბრალოდ სახელწოდებას, ზუსტად ისლამის წინააღმდეგობის მოძრაობა შეიძლება კარგად ვერც ვაყალიბებს სიმართლე გითხრათ, ხო? და ეს არის უდიდესი პალესტინური ორგანიზაცია, უდიდესი პალესტინური თანტერორისტული ორგანიზაცია იყო. ხო, ის აყენებდა ყოველთვის ისლამს პირველ ყოვლისა და არა სახელმწიფოს, ანუ პირველესი მიზანი იყო ისლამის როგორც ასეთის დაცვა. და პალესტინის, ესე იგი, მოსახლეობა უნდა იყოს ისლამიზაცია უნდა მოხდეს ტერიტორიისა, კი არა მოსახლეობისა. 88 წელს თუ არ ვცდები, მან გამოაქვეყნა ქარტია საკუთარი, რომელშიც ის აი ძირითადი პრინციპებია ჩადებული და რომელშიც არის აი პირველად ან ერთ-ერთი პირველი რაც გაჩნდა ისრაელის სახელმწიფოს განადგურების აქტი, განცხადება, არის ისრაელის განადგურება და ისტორიული პალესტინის აღდგენის ისტორიულ პალესტინაზე საუბარი. ის არ ცნობს 1917 წლის დეკლარაციას, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ დადო, რომ ხარს დაუჭერდა ებრაული სახელმწიფოს შექმნას მაშინდელი პალესტინის ტერიტორიაზე. ეს წარმოიდგინეთ 48 წლამდე 31 წლით ადრე იმ ხელშეკრულებას ქვია არ მახსოვს გულახდილად გეტყვით, მაგრამ ბრიტანელები იყვნენ გარანტორები, რომ ისრაელის სახელმწიფო შეიქმნებოდა ჯერ კიდე მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე. ხო. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ღაზის სექტორი არის 365 კვადრატული კილომეტრი და ცხოვრობს ღაზის სექტორში დაახლოებით 2.5 ცხოვრობდა 2.5 მილიონი ადამიანი და ეს ტერიტორია პრინციპში მაინც უნდა ითქვას, რომ არა პალესტინის ნახევრად ოფიციალური სტრუქტურების, არამედ სწორედაც რომ ჰამასის მიერ კონტროლდებოდა და კონტროლდება ახლაც, ხო? მაგრამ აი ეს ყველაფერი ხდებოდა ბოლო პერიოდამდე, ვიდრე აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ მართლა 19 წუთია გასულია, ვიდრე აი ამ პროცესში არ ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი ცუდი, ბევრი თქვენგანის, ან ბევრი მიმოხილველის აზრით, მაგრამ მაინც. და აი რა მოხდა ახლა ბოლო პერიოდში, ესეც უნდა ვთქვათ, იცით თქვენ რომ ტრამპი სტუმრობდა ისრაელს, ის მას ჰქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა ბიბი ნეთანიაჰუსთან, რომელსაც ემეგობრება და რომელსაც სხვათა შორის ცოტა დაუქვეითა ტრამპმა გარკვეული მადა ბოლო პერიოდში და ბიბი ნეთანიაჰუს იყო ცლად გულახდილებით თუ ვიქნებით, ბიბი ნეთანიაჰუ რომელიც აპირებდა რომ მიწასთან გაესწორებინა ღაზის სექტორი და შეეძლო კიდეც, ბიბი ნეთანიაჰუ იყო
გარკვეულწილად არ მნიშვნელოვანწილად ადეკვატური. ანუ მან დაუთმო ტრამპს შეიძლება თქვა ზუსტი სიტყვა არ არის. მოკლედ ის წავიდა რაღაც გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებზე და ვისაც ნანახი გაქვთ რუკა, იქ არის ზუსტადაც შემიძლია გაჩვენოთ, მაგრამ არ აქვს ეხა პრინციპული მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება ვერც ჩავხვდეთ ესე კონკრეტულად აღარ არ ვიცნობთ გეოგრაფიულ მდგომარეობას, ხო, ისრაელისა, სად რომელი ქვეყანა, სად რომელი ჯარები, რომელმა ჯარმა უნდა დაიხიოს უკან, ვინ უნდა გაანთავისუფლოს. აი, ტოლბილების განთავისუფლებზე უკაცრავად. დაკავებულების მძევლების განთავისუფლებამდე მივედით. ისრაელში ვიზიტის შემდეგ იცით თქვენ რომ ტრამპი ჩადის ეგვიპტეში, მაგრამ ეხლა ეს ამაზე სოდნავ მოგვიანებით. რაც შეეხება ესე იგი ღაზის სექტორისთვის ტრამპის გეგმას, ტრამპი აცხადებს, რომ ეს შეიძლება იყოს მისი კარიერაში მიღწეული ყველაზე დიდი, დაპყრობილი ყველაზე მეტი დიდი მწვერვალი. ის აღნიშნავს, რომ მან უყურა მძევლების, მან აღნიშნა, რომ თელ-ავივში მძევლების მხარდამჭერ აქციას და ცრემლის მოერია. გამოსვლელთა შორის იყვნენ მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი გამოვიდა სიტყვით და სიძე კუშნერი და ვიტკოფის ხოლმე შორის ბოლო პერიოდია უკაცრავად სიტყვისთვის და აღარ მოსწონს და ირონიულადაც ილესაუბრა ვიტკოფზე სწორედ თელ-ავივში. მაგრამ აქ კი დაუფასა მას გამოსვლას, ისევე როგორც მის შვილს ივანკას და სიძე კუშნერს, ჯარედ კუშნერს. ტრამპმა ენთუზიაზმი გამოხატა საერთაშორისო კონფერენციის მიმართ, რომელიც ეგვიპტეში აკითხავით დაიწყება და იმ კონფერენციას ბარემ ვიტყვი ერქმევა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო სამიტი და გაგიკვირდება და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო სამიტზე ჩადის პრეზიდენტი ალიევიც, კავკასიის რეგიონზე ერთი წამით ვილაპარაკოთ, პრეზიდენტი ალიევის და ჩადის სომხეთის ლიდერი ფაშინიანიც. აი საქართველოს ეს ბანდიტი, აღარ ვიტყვით უბრალოდ ბანდიტი ამერიკი. მოკლედ არაფერში რომ არ წერია ის ხელისუფლება, ყობახის ხელისუფლება წოდებული, მაინც ესე უნდა ვთქვა, არც ჩადის. ანუ მე მგონი საერთოდ არც იციან, აი ყაველაშვილმა დარწმუნებული ვარ, რომ არც იცის ამ კონფერენციის არსებობის კონფერენციის თაობაზე. არავინ აღარც ეპატიჟება, იმიტომ რომ მიხვდა მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ საქართველო არის მთლიანად კონტექსტიდან ამოვარდნილი ქვეყანა წარმონაქმნი. ეს სამშვიდობო ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო სამიტი ბევრ რამეს გადაწყვეტს კიდევ დამატებით, მათ შორის იმ ხრელებსაც ამოავსებს, რომლებიც უთუოდ დარჩა აი ამ პროცესში. და ეს პროცესი აქ გითხარით დაიწყო 7 ოქტომბრის 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჰამასმა მიიტანა იერიში ისრაელზე, საშინელი დანაშაულები ჩაიდინა და მძევლები აიყვანა და მძევლები დახვრიტა და ნაწილი მძევლებისა იცით თქვენ რომ ახლა ანთავი ამ წუთებში მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ უკვე გაანთავისუფლა და ასე შემდეგ. პრეზიდენტის თქმით, ანუ შეერთებულ შტატებში ის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწევდა ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის ბრძანება რომ არ გაეცა, ანუ დავბომბებო, გავაჩერე ირანი და მოუმძლავრდი რეგიონში და ადეკვატური პარტნიორი მყავს მე იმის რა ქვია იმის სახით ისრაელის სახით. აი ეს მნიშვნელოვანია. აი ეხლა მოცემულ ეტაპზე ღაზაში ტყვეობაში გატარებული 738 დღის შემდეგ ჰამასისაგან განთავისუფლებულმა მძევლებმა და გვარებია ჩამოსახელებული და ასე გადაკვეთეს საზღვარი და ისრაელში დაბრუნდნენ. 7 მძევალი წითელმა ჯვარმა გამოიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალები მათ საზღვრებთან ახლოს მდებარე დაწესებულებებში გადაიყვანენ პირველადი ფიზიკური და ფსიქიკური შემოწმებისთვის. ჰამასი დღეს დილის მდგომარეობით კიდევ 13 ცოცხალი და ჰამასმა დაადასტურა რომ მას ხავს ცოცხალი მძევლები და გაანთავისუფლეს. 9 ოქტომბერს ისრაელმა და ჰამასმა იცით თქვენ რომ 20 ცოცხალი მძევლის სანაცვლოდ 2000-მდე პალესტინელი პატიმარის განთავისუფლებას დათანხმდა ისრაელი და უკვე ხვალისთვის 2 წლიანი ტყვეობი და 2 წლიანი ტყვეობის შემდეგაც ყველა ისრაელელი მძევალი ისრაელის მოქალაქე ყველა ტყვეობის შემდეგ მძევალს გაანთავისუფლებენ ებრაელ მძევალს. ისრაელისა და ჰამასის შეთანხმების პირობები რა შედეგი სრულდება ღაზაზე და მოკლედ ეს სრულდება ეს კონფლიქტი როგორც ასეთი სრულდება. ეს იყო ჩემი ვიდეო ბლოგი. მე მოგიწოდებთ
რომ მიადევნეთ თვალყური ესოდენ მნიშვნელოვან ამბებს და მიაქციეთ ყურადღება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ სად არ არის. ნახვამდის.